ჩორგოლეიშვილის სტატუსი მინდა გაუშვოთ რა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით რა. ანუ აღარ იცის და ერთი კვირის წინ ისე აგინებდა მიშას ქვემოდან ზემოთ ალიანსია, ქვემოდან ზემოთ ალიანსიაო რა. ჩვენ გამოუთხით ძის ქართულ ოცნებას. მე არ ვიცი ხა ეს ქვემოდან ზემოთ ალიანსია, ზემოდან ქვემოთ ალიანსია თუ რაკამ ალიანსია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაკამ უფრო არის მე მგონია ეგ ალიანსი რა, მე რამდენად უკვე რა, არ ვიცი აი რა შემართებით რო არ ეშვებიან იგივეს. ძალიან მაგარია, ძალიან აი ეს ჩორგოს სტატუსები ძალიან მაგარია რა. ხო, ეხა ისე ჩორგოლეიშვილი მინდა სანამ სხვაზე გადავალ რა, ეხა ესე ვთქვა. იმაზე რო იძახის რა, რაღაცა გუშინდელი პაპუაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსს გამოეხმიანა რა და ძალიან მაგარი სტატუსი ჰქონდა სხვათა შორის ბატონ შალვა პაპუაშვილს რა, რომ როცა გაიფიქრებ რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენებ რომ ქართველი ხარ, ჩვენი ისტორია სწორედ ესეთ დროს იწერებოდა. ქაოსის, დიდი დაპირისპირებების და გაურკვევლობის ეპოქაში. აი ძალიან მაგარი სიტყვებია რა, მართლა ვეთანხმები ყველაფერში, იმიტომ რომ ეს მთავარი ამბავი ჩვენი ისტორიის, როდესაც ეს გმირული ისტორიები იწერებოდა ძირითადად იესოს უკავშირდებოდა, რწმენას უკავშირდებოდა, ღმერთს უკავშირდებოდა და ამითი თუნდაც სიკვდილით გამარჯვებულები ვრჩებოდით ხოლმე რა. ხედველობაში მაქვს იგივე 100,000 მოწამის ამბავი და რაღაცა, მაგრამ ნუ ესენი ხო ძალიან შორს არიან. ეხლა ნახე რა სტატუსს უძღვნის ქალბატონი ესე ჩორგოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის ამებას რა, რომ ამ წარმოდგენაში ქართველი რუსის ჩმორი და ჰამასის ფლოსტია. ზუსტად ამ მონობაში ესე იგი ატროფირებულ ტვინს რეცხავს ქართველი ხალხი უდაბნოში ხეტიალს 36 წელიწადს, რომ 40 წლის თავზე უკვე აღთქმულ მიწაზე იდგეს მის ბუნებრივ წიაღში, დასავლურ სამყაროში. ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ ბერძენთასა, ვახტანგ გორგასალი. ულამაზესად გადაგჯევგავთ გორგასლის ანდერძით. აი ესეთი რაღაცა დაწერა ამ უცოდინარმა ქალბატონმა, მე არ ვიცი რამდენად იცის თუ არ იცის საერთოდ რა არის გორგასლის ანდერძი ქართველებისთვის დატოვებული. გორგასლის ანდერძი ზუსტად ეგ არის, რომ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ქალბატონო რა. და ნუ მოკიბავთ და გადაკეთებას ნუ ესთებით, რომ პირველი მაინც ყველა შემთხვევაში არის ქრისტე და იესო. ეს თქვა ზუსტად პარლამენტის თავმჯდომარემ რა, რაღაცეები მოიფიქრა ეხა ვითომ ანდერძი და რაღაცა რა. თავარი ანდერძი ეგ არის ზუსტად, რომ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს, ხო? და ეხა კიდე რო არ გავსდე ჩორგოლეიშვილს, მინდა ეს გიგა საშინელ დღეშია კიდე ერთხელ მინდა გადახოთ რა. ამის ამბავი რა. ესე იგი ცისფერი მაისური რატომ ჩაიცი თეთრი პერანგის შიგნით? ნუ გუში ხო ამა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა. შედგა ოპოზიციის ერთობა, შედგა და ეთქობა ძალიან ემზადებოდნენ ამისთვის რა, ძალიან ემზადებოდნენ და ეხა იქ მაგიდაზე დაუნახა რომ ეთქობა ცისფერი მაიკა ეწო შიგნით რა და უსტრაკებს. ხო და ეხა ის მინდა გადახოთ რა. როგორა დაჩმორებული ბოკერია მეწოდება ქალი ვარ, ამან უნდა თქვას ქალი ვარო რა, თან პანტერაო რა და ქალბატონო გიგას ძროხები არ ევასება, პანტერები ევასება, პანტერებია და როგორი პანტერა ხარ, ერთი გავაგები და აი გაკეთებდი ესე ძალიან მაგარი პანტერა ხარ შენ აი სასწაული პანტერა ვარ აი ძროხები არ ევასებაო გიგას სადა ხარ რა რა ვიცი აი გითხარი რომ ცოტა გიკლია ცხენოშამდე მეთქი და აი ხო ხედა უკვე იმაშვები რა შენ თვითონ მიგორავ ამისკენ რა